რაღაცნაირად ხედავთ თუ არა თქვენ ახლა პროცესების ისე განვითარებას, რომ შესაძლოა პროდასავლური პარტიები არიან ჩიხში და რაღაცნაირად ეს პროცესი მდორედ მიმდინარეობს და რაღაცნაირი განვითარება ამ ყველაფერს არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ივანიშვილი ინარჩუნებს იზოლაციას. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მე მოვისმინე, ასე ვთქვათ, ნაწილი წინა სტუმრის განცხადებებისა და ნამდვილად არ უნდა არის საკითხები, რომელსაც უნდა გამოვეხმაურო ამ შემთხვევაში. პირველ რიგში შეთანხმება შეუძლებელია იმის გამო, რომ ქართული ოცნება საერთოდ აბსოლუტურად არც განიხილავს ამ საკითხს, იმიტომ რომ ქართული ოცნება აცხადებს, რომ ამისთვის ესე იგი არჩევნები ჩატარდა, საპარლამენტო არჩევნები, რომ ისინი არ გაყალბებულა და შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2028 წელს. ახლა ჩვენ ყველამ ვიცით, როგორც ჩატარდა არჩევნები, რა დონეზე გაყალბდა, რომ შანსი არ იყო გაყალბების გარეშე, ამ დონის გარეშე, რომ ქართულ ოცნება შეენარჩუნებინა ძალაუფლება და შესაბამისად აქედან გამომდინარე მას აქვს უზურპირებული დღეისათვის ხელისუფლება, ის არ წარმოადგენს რეალურად ლეგიტიმურ მთავრობას. ამ თემაზე ისინი საუბარს არ აპირებენ, ყველა სხვა თემაზე შეთანხმება უბრალოდ შეუძლებელია და თვალე უნდა გავუსწოროთ ერთ რამეს, რომ ქართულ ოცნებას რეალურად დღეისათვის საქართველოს თითქმის მიყვანილი ყავს ბელარუსის დონემდე. ასევე მეორე საკითხსაც უნდა გამოვეხმაურო, რომ დიახ შეხვდა შეხვედრები ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, მაგრამ რაზე იყო იქ საუბარი, ძალიან კარგად ჩანს იმ განცხადებებიდან, რომელიც შემდეგ გამოქვეყნდა, ან იმ პრესკონფერენციიდან, რომელზეც უბრალოდ მაკა ბოჭორიშვილი ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ რამე დალაგება ხდება პირიქით, სულ უფრო უარესდება, ჩვენ ხედავთ, რომ ვერავითარი დალაგება ვერც ტრამპის ადმინისტრაციასთან ქართულმა ოცნებამ ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ეუბნებოდა ამას თავის მომხრეებს. ჩვენ ხედავთ, რომ კოალიციურ შეთანხმებაში ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს, ქრისტიან-სოციალისტურ კავშირსა და სოციალ-დემოკრატიულ კავშირს შორის გერმანიაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის გაფორმდა კოალიციურ შეთანხმება და იმ კოალიციურ შეთანხმებაში საქართველოს არის ნახსენები, წარმოიდგინეთ ახლა თითქოს ხო არაფერ შუაში არაა კოალიციურ შეთანხმებასთან, საქართველოს არის ნახსენები და თუ არ მოხდა დემოკრატიული დემოკრატიისკენ დაბრუნება ქვეყანაში, შესაბამისად საქართველოსთან ურთიერთობები სხვანაირად იქნება. ამიტომ აქედან გამომდინარე რაიმე შეთანხმების შესაძლებლობას დღეს მე პირადად ვაჩვენ და მიუხედავად საუბრობდა, რომ ივანიშვილი სანქციებს ერგებაო და მისთვის ეს დისკომფორტი საერთოდ არ არის. დისკომფორტი არ არის ასე, სანქციასაც გააჩნია, ესეც უნდა ვთქვათ, რომ ყველა სანქცია ერთნაირი არ არის და სანქციებს გამკაცრებისკენ აქვს ტენდენცია უკანასკნელ ხანებში და ბევრად უფრო მძიმე სანქციები იქნება. არსებობს ისეთი სანქციები, რომლებიც რეჟიმს მომენტალურად ჩამოშლის. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ამას ამ შემთხვევაში ეს დროის ამბავია და დასავლეთი დღესდღეობითერიდება, მაგრამ ეს სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ არის ეს პროცესი. ნამდვილად ასეა. ეს სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ არის შემოღებული, მაგრამ ბელარუსს შიდა წარმოება აქვს ბევრად უფრო დიდი, მეორე რუსეთისგან, ასე ვთქვათ, დახმარება და პლუს რუსეთის პირდაპირ სამხედრო ჩარევა არსებობს იქ. საქართველოსთან მიმართებაში ამ შემთხვევაში შიდა წარმოების უზრუნველყოფა იმ სანქციების საპირწონედ უბრალოდ გამორიცხულია. შესაბამისად, ამ საკითხებში შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ უბრალოდ ეს არ არის, ასე ვთქვათ, სწორი ანალიზი ჩემი გადასახედიდან მაინც. მაგრამ ერთ რამეში აუცილებლად დავეთანხმები, ეს არის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ის გარემოება, რომ ზოგიერთი პარტია ღიად არ აცხადებს ამ შემთხვევაში, რომ ეს ამ არჩევნებში შესვლა არ არის შესაძლებელი, რადგანაც მართლაც არ შეიძლება. ის რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სიცხადე არ არის, ეს რა ტიპის პრობლემას ქმნის? ან ზოგიერთი პარტია ფიქრობს, რომ ეს საერთოდ ქართული ოცნების შემოგდებული თემაა და ამაზე ყურადღების გამახვილება არ არის აუცილებელი. ამაზე პირდაპირ არის პასუხი, რომ თუნდაც ქართული ოცნების
შემოგდებული იყო სისტემა. დახურა ეს თემა და თქვი, რომ არსებულ სიტუაციაში, არსებულ ვითარებაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. მორჩა და გათავდა. რასაც გულვარულად ისინი კი ყოველ შემთხვევაში ყველა შეიძლება არა, მაგრამ უმრავლესობა ამბობს გულვარულად, მაგრამ ღიად არ ამბობს. ხო, ეს თემა მაისის ბოლოსთვის საბოლოო ჯამში გარკვეული იქნება, რადგან სწორედ ამ დროს არის პარტიების რეგისტრაციისთვის გასაგებია, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ რეჟიმთან არათანამშრომლობა და ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი ტიპის რეჟიმი, რომელსაც თანაც უნდა იბრძოლო იმ მეთოდებით, როგორითაც ებრძვიან ავტორიტარულ რეჟიმებს და დიქტატორულ რეჟიმებს. არათანამშრომლობა და სრული ბოიკოტი არის ერთადერთი გზა, რომელსაც რეალურად ასეთი რეჟიმები მიყავს მარცხამდე. შენ ასეთ რეჟიმებთან თუ თანამშრომლობ და გინდა გახდებ, თქვათ, რუსეთში რო არის სპრავედლივая Россия, ისეთი ტიპის პარტია, რომ ნებადართული ოპოზიცია, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია გახდე. ეგ სხვა საქმეა, ეგ შენი პრობლემაა ამ შემთხვევაში. მაგრამ ქვეყნისთვის, ქვეყანა უკვე ისედაც ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგას. ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის, რომ ასე ვთქვათ, ქართული ოცნება როდის მოცილდება ხელისუფლებას. ეს მეორე ტიპის პრობლემაა, ასე ვთქვათ, ადრე თუ გვიან ეს მოხდება, ყველამ ვიცით. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ რაც უფრო გვიან მოხდება, მით უფრო მეტად ზარალდება ქვეყანა თავის სტრატეგიულ მიზნებში. მით უფრო ნაკლები შანსი ხდება ევროკავშირში გაწევრიანების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, იმიტომ რომ რუსეთზე თუ ხარ მიბმული, ამისი ნულოვანი შანსია და ამის გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არც გადმოუგდებს ამას, არასდროს არ გააკეთებს რამეს ცვლილებას ამ საკითხთან დაკავშირებით, სანამ რუსეთს გააჩნია რამე ძალა და რუსეთი რეგიონში თუ არ იქნა გასაგებია მაგას არც ეკითხები უკვე. აი რუსეთი ახსენეთ და გუშინდელი დღე აუცილებლად არის განსახილველი თემა, მათ შორის ირაკლი ყობახიძის განცხადება, ამ რიტორიკას მთელი თქვათ რეჟიმის წარმომადგენლობა იზიარებს, უცხოური ძალა და რუსეთის არხსენება. ეს რაზე მიუთითებს პირველ რიგში ამ შესახებ რომ ვილაპარაკო? ხო, ეს პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ რეჟიმს უკვე აბსოლუტურად არანაირი შანსი საერთაშორისო იზოლაციის გარღვევის არ აქვს, ამიტომ მან გადაწყვიტა რუსეთი სრულად გაუთანაბროს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ყველა მათგანს უწოდოს უცხოური ძალა და ვხედავთ, რომ ხუთჯერ არის მოხსენიებული იმ განცხადებაში უცხოური ძალა, თავიდან ესე იგი ეხება რუსეთს, მაგრამ შემდეგ უკვე რატომღაც ცდება რუსეთს და გამოდის ფაქტობრივად ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები და იქ უკვე რუსეთი არ იგულისხმება, იმიტომ რომ რუსეთს ის ნაწილი მოსწონს და პირდაპირ უქებს ირაკლი ყობახიძეს. ეს ნიშნავს როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ქართული ოცნება არ აღიქვამს მტრად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს წართმეული აქვს ჩვენთვის ტერიტორიები, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი 220 წელზე მეტია საქართველოს მიმართ საოკუპაციო პოლიტიკას ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არის რეალურად ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც გააუქმა საქართველოს ავტოკეფალია, რომელმაც გაძარცვა საქართველოს ეკლესიები, რომელმაც სცადა ქართული ენის აკრძალვა და ხო წარმოგიდგენიათ ახლა აი ეს ყველაფერი გაუთანაბრო ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს, რომელსაც დახმარების მეტი არაფერი არ გაუკეთებია ჩვენთვის. რომ იგივე თქვა ჯვრის რესტავრაცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააფინანსა, კარგით რა, შედარება ხო არ შეიძლება ასეთი რაღაცეების. ელემენტარულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნება მთლიანად დღეს ფიქრობს მხოლოდ ერთ რამეზე, ძალაუფლებაში დარჩენას, მხოლოდ პირად სარგებლობაზე. პაპუაშვილის განცხადება მინდა წავიკითხო უცხო ძალის დაწერაზე, ესაა ბინარული აზროვნება, როდესაც ადამიანებს უნდათ მხოლოდ ორი სიტყვის გაგონება რუსეთის და ევროპის. აი ასე ვთქვათ გაიგო პაპუაშვილმა რუსეთი, ევროპა, სწორედ ასე უნდა გაიგოთო, მოკლედ ეს თქვა, ეს რაზე მიუთითებს თქვენ რა ტიპის განმარტებაა? ეს რა ტიპის განმარტებაა? იმ ტიპის განმარტება ზუსტად ასე ვთქვათ, რაც ქართული ოცნების ის არის, რომ მოშალოს მტერსა და მოყვარეს შორის საზღვარი. მეტი არაფერი. საერთოდ ტერმინი ბინარული აზროვნება რა არის ის თუ ესმის შალვა პაპუაშვილს, ისიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ გაჩნდება ამის თანაგანმარტების შემდეგ, ასე რომ უბრალოდ ის შლის მტერსა და მოყვარეს შორის ზღვარს.
აიგივებს ერთმანეთთან მტერსა და მოყვარეს და ეს უბრალოდ დაუშვებელია ახლა რაიმე ხეირი რომ მოქონდეს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას კიდევ შეიძლება რაღაცის გამართლება მაგრამ არასდროს ამას ხეირი არ მოუტანია და არ მოიტანს რუსეთი საკუთარი ნებით აკეთებენ რაღაცა ხშირად გისაუბრია ბატონ თემურ რომ ისინი იღებენ ინსტრუქციებს თქვათ კრემლის დავალებებს სახელმწიფოებიდან თქვათ მოქმედებენ ამ პრინციპით ეს მათი სურვილია ამას სიხარულით აკეთებენ თუ რაღაც დავალება აქვს შესასრულებელი და ამას აკეთებენ ჩვეულებრივად ეს არის ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით აი ამ მიღებული დავალებების შესრულება. სიხარულით აკეთებენ თუ არასიხარულით, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს. ზოგიერთი მათგანი აშკარად სიხარულით აკეთებს ახლა. არ დაგვაუწყდეს რომ ზოგიერთი მათგანი კომპარტიის ფუნქციონერი იყო საბჭოთა პერიოდში, ასე რომ არსად არ წასულან და 9 აპრილს მეორე მხარეს იდგნენ. აქეთ კი არ იდგნენ პროტესტის მხარეს, ჩვენს მხარეს კი არ იდგნენ. ისინი დამრბევთა მხარეს იდგნენ და არ დაგვაუწყდეს რომ იმ დროს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მისცა თანხმობა ძალის გამოყენებას და ძალის გამოყენებით მიტინგის დაშლას და შესაბამისად ახლა იძულებით მისცა მართალია როგორც ამბობდნენ მერე და მჯერა რომ იძულებით მისცა მაგრამ ხომ მისცა არც ერთი მათგანი ხო არ გადამდგარა ისევ ხომ ზუსტად იგივეს ვხედავთ ჩვენ დღეს ზუსტად იგივეს ვხედავთ ეს ხალხი უფრო უმეტესწილად ასე ვთქვათ ნებით და ერთ რამეს ვიტყვი რუსეთი მონებს არასდროს არაფერს არ უკეთებს როდესაც შენ მას უპირობო მონობას უცხადებ, ის შენ არასდროს არაფერს არ გაიკეთებს. რისი მანიშნებელია, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები ამ შემთხვევაში რეჟიმის წარმომადგენლები კობახიძე, ყაველაშვილი, პაპუაშვილი, კალაძე ვერ მიდიან 9 აპრილის მემორიალთან. ტრადიცია დაირღვა, მსგავსი რამე პირადად არ მახსენდება, რას ნიშნავს ეს, როგორ უნდა გაიგოს საქართველოს მოქალაქეებმა ეს ყველაფერი, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რეალურად ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, როდესაც ვერ მიდიან ასეთ ისტორიულ ადგილას 9 აპრილის მემორიალთან, ეს რაზე მიუთითებს, რაზე მიანიშნებს თქვენი აზრით? იმაზე მიანიშნებს, რომ საზოგადოებამ გაიგო, რას წარმოადგენენ ისინი. მათ უმრავლესობას 9 აპრილი აბსოლუტურად, მათი უმრავლესობისთვის 9 აპრილი არ არის ის თარიღი, რომელიც არის განმაპირობებელი როგორც პიროვნებისთვის. მათთვის 9 აპრილი არის ჩვეულებრივი თარიღი. დარწმუნებული ვარ 89 წლის 9 აპრილს მათი უმრავლესობა რომ ყოფილიყო იმასაკის რომ პროტესტში მონაწილეობა მიიღო, იქ არ იქნებოდა. შესაძლებლობა რო ქონდა ამის გაკეთების, იქ არ იქნებოდა. წინასწლებშიც მოვალეობის მოხდის მიზნით. ეს არის მხოლოდ ჩვენ ვხედავთ რა გავიხსენოთ კობახიძე 26 მაისს აღლუმზე არ მივიდა, იმიტომ რომ ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარე ვარ, არ პარტიული თავმჯდომარეობა მიკავია, სახელმწიფო თავმჯდომარეობა არ მიკავია და ამიტომ რა მინდოდა იქ სახელმწიფოებრივ ღონისძიებაზე და ირუჯებოდა აუზში. გვახსოვს ეს ჩვენ არ არის მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ აღძრავს მათში იმ ემოციას რასაც უნდა აღძრავდეს რასაც ქვეყნის ნებისმიერ ხელისუფალში უნდა იყოს და მერაბ კოსტავას რომ ნათქვამი აქვს რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა მაშინაც ყოველთვის უნდა გააგრძელო როდესაც დამოუკიდებელი ხარ მაშინაც უნდა გააგრძელო თორემ იმ დამოუკიდებლობას დაკარგავ ეს მათთვის საერთოდ წარმოუდგენელი რამ არის და მათ ეს არის მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით კოალიციას სრულებისთვის წევრს თემურ პაპასკირს